მოგესალმებით, მეგობრებო. სატურნზე მინდა ვიდეო ჩაგიწეროთ კიდევ. სატურნი გადავიდა ვერძის ზოდიაქოში. მე კიდე გადმოვა. მე კიდე გადავა. შესაბამისად, ის ბოლომდე არ არის ჯერ სატურნი ვერძის ენერგია ჩართული. თუმცა უკვე ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს ხედავთ სატურნი ვერძის მდებარეობაზე. საერთოდ ვეძახით, რომ როდესაც ასტროლოგიაზე ვსაუბრობ, შეიძლება კონდეს ადამიანს ძალიან კარგი კომბინაციები, კარგი რუკა, მაგრამ ვარიანტები არ კონდეს კარგ მდებარეობაში, ესე ვეძახით პირობითად, ხო? და შესაბამისად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, აქ ამ შემთხვევაში, რომ ისე კარგად ვერ იმუშავებს ის რუკა. ზოგადად ესე ვამბობთ, ანუ ადამიანს აქ განცდა, რომ მეტი შეუძლია და თითქოს მეც ვერ აკეთებს, ხო? აი ესეთი კომბინაციები არის, როცა პლანეტა არ ხვდება მისთვის კომფორტულ კომბინაციაში. მაგალითად, სატურნის თვისება, ეს არის მოთმინება ძალიან დიდი. ეს არის შინაგანი თავდაჭერილობა, ასჯერ გაზომეს პრინციპი, მაგალითად, როდესაც მე დიდხანს ვფიქრობ, ყველაფერი მაგ გათვლილი, მაგალითად, რეალობის აღქმის უნარი, მაგ რეალობას ვხედავ და ამ რეალობაზე ვარგებ პრაქტიკულ მოქმედებებს, ხო, მაგალითად. ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული სერიოზული ლოდინიც, დროის აღქმაც და საკმაოდ ისეთი მოთმინებითი და სამყაროს კანონებთან შესაბამისი მოქმედება. სამყაროს კანონები ეს არის რეალობა როგორია, სამყარო როგორია და არა ის როგორც მე წარმომდგენი. და ვერძის ზოდიაქო ჩვენთან არის აბსოლუტურად სხვა ენერგეტიკა, ხო? ეს არის იმპულსურობა, ეს არის სიჩქარე, ეს არის მე ვარ მართალი პრინციპი მაგალითად და მე ყველაფერი შემიძლია მარტოკას და არავინ არ მჭირდება ყველაფერში და ამას აქვს თავისი პლუსებიც, აქვს თავისი მინუსებიც. მინუსები ის მაგალითად რომ ძალიან მომთხოვნი ვიყო საკუთარი თავის მიმართ. მაგალითად მინუსი შეიძლება იყოს რომ მე ძალიან ბევრი ავიღო ჩემ თავზე. და შესაბამისად, როდესაც არის ესეთი თვისება მაგალითად შინაგანად და როდესაც ამ დროს სატურნისთვის არის მთავარი პრინციპი, რომ უნდა მოვითმინო, უნდა მოვერგო გარემოს, სატურნი ვერც ეს რაღაც კუთხით უჭერს. განსაკუთრებით, ვისაც ყავს სატურნი ვერძის ზოდიაქოში და აი ეს არის ასაკი დაახლოებით 29-31 წლის შუალედი, მიახლოებით, ასევე 58-60 წლის შუალედი. ამ პერიოდში გვაქვს ხოლმე სატურნის დაბრუნება. დაახლოებით 28-30 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე სატურნის დაბრუნება. ამას ვეძახით სატურნის პერიოდს. არის ქვეფაზებიც, როდესაც ოპოზიციას გვიკეთებს, მაგალითად 15 წელიწადში ერთხელ, ხო, სატურნი, ხო, ვისაც სასწორში ყავს სატურნი, მაგალითად მათ ოპოზიციას გაუკეთებს. ეხლა სატურნი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ფაზების გაცნობიერება. კვადრატურა არის ეს, მაგალითად, მერე არის ტრიგონებიც და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სატურნს აქვს ყოველთვის ფაზები, რომელიც არის გაწერილი კონკრეტულ დროს. ანუ ეს როცა სადესაწის ვამბობ სატურნის პერიოდს უკვე მთვარის მიხედვით, ხო? ის სხვანაირად არის, ძალიან ინდივიდუალური არის, ვის მთვარე რა მდებარეობაში ყავს, იმის მიხედვით ვითვლით ხოლმე. მაგრამ როდესაც ვამბობთ უკვე სატურნზე, როდესაც ნათალობა სატურნთან როგორი კონფიგურაცია არის, რო ტრიალებს. ეს არის უკვე ფაზები გაწერილი, ზუსტად ვიცით, დაახლოებით პლუს-მინუს, რომელ ასაკში ხდება ესეთი პერიოდები და ამავე დროს სატურნის გადასვლას ნიშანში აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ზოდიაქოს რო დავაკვირდეთ, მზე, მთავარი ცენტრი, ხო, პლანეტარული ცენტრი, სად ყავს? აი ამ მზიდან რომელ სახლში, ანუ რომელ სექტორში, ანუ რომელ სფეროში გვხვდება ახალი სატურნი, როცა გადადის, ხო? ამიტომ ყველა ზოდიაქოსთვის სხვადასხვა მნიშვნელობის მომნიჭებელი იქნება ეს ტრანზიტი სატურნის. უბრალოდ ეხლა მაინც ბოლომდე, რადგან ცოტა ხანი გადავიდა, მე ისევ რეტროგრადული იქნება და გადმოვა. შესაბამისად, აქ ზუსტად არ არის ეს, რომ მე ისევ ცოტა ეს არის მოსინჯვა ენერგიის, ჩვენ შევეხებით ამ ენერგიას და მე ისევ რაღაცები ბრუნდება უკან, ხო? მე უკვე, როდესაც ბოლომდე გადავა სატურნი ვერტში, მაშინ იწყება უკვე სრულად წავა სრული სვლით და უკვე თევზებს ასე თუ ისე მთლიანად მოშორდება.
აი ახლა რა შეიძლება აი ამ პერიოდიდან ჩვენ გავითვალისწინოთ, ხო? აი სატურნი ვერტში გადავიდა მაგალითად. პირველ რიგში, ცენტრში, ეპიცენტრში არიან ვერძები, ზოდიაქოთი. იმიტომ რომ სატურნი ვერძის ზოდიაქოში, როცა ეს მისთვის კარგი მდებარეობა არ არის, რომ იყოს სასწორში მაგალითად, რომ იყოს მერწყულში ან თხის რქაში, ეს იქნებოდა ოკეი სიტუაცია. მაგალითად, თხის რქებისთვის სატურნი როცა იყო თხის რქაში, მეტნაკლებად უფრო მტკივნეულო და კომფორტული იქნებოდა, ვიდრე კირჩხიბებისთვის, როცა იყო სატურნი კირჩხიბში, ხო? იმიტომ რომ არ არის ეს ასევე მისთვის კარგი მდებარეობა. ამიტომ მანდ უკვირდებით ხოლმე ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რამდენად არის სატურნი იმ ნიშანთან რაღაც სტრუქტურულად დაკავშირებული. ვერძთან არ არის დაკავშირებული მაინც-მაინც. ახლა ვერძი თუ ავლენს იმპულსურობას, რაღაცნაირად პირდაპირობას, ხო, ფსიქოტიპი ადამიანის ეგოს დონეზე, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში მზე არის ჩვენი მე ენერგია, ეგო, ჩვეულებრივი, ეგო არა ნეგატიური კუთხით, არამედ მე მინდა, მე ვაზროვნებ, მე ჩემ თავზე ვარ, მე ჩემ თავის გამოხატვა მინდა გარემოსთან, ხო? აი ეს ენერგია როცა არის, ფსიქოტიპი ვერძებს აქვთ გარკვეულწილად ისეთი, რომ მე თამამად შემიძლია ჩემი სურვილებისთვის ვიბრძოლო, მე ძალიან კონცენტრირებული ვარ ჩემ სურვილებზე, მე რა მინდა. ხო? იქ მერე შემოდის უამრავი სხვა ასპექტი. შეიძლება მზე ნეპტუნთან არის შეერთებაში და უკვე აქ მეიკარგება და აქ უკვე პირად რუკას ვაქციოთ ყურადღებას, თუმცა ახლა მზე როდესაც არის თევზებში და ნეპტუნთან შეერთებაში, გააცილებით უფრო ნეპტუნიანელი ადამიანი, ვიდრე მზე არის სიტყვაზე ვერტში და იქვე ნეპტუნი არის, ხო? თუმცა ნეპტუნი იმდანელად არის, ესეთი თაობა საერთოდ არ გვყავს. ამას ვამბობთ. მაგრამ არის აქ მნიშვნელობა, როდესაც მზეზე ზოგადად მზის მდებარეობაზე ვლაპარაკობთ და არა ჩართულ ასპექტებზე, ხო? აქ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზით ვერძებისთვის მაინც-მაინც მარტივი არ იქნება ეს პერიოდი. ოღონდ აქაც პირად რუკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არის რა იცით მეტად აი ადრე თუ მე უცებ იმპულსურად რაღაცას გავაკეთებდი და ეს ოკეი იყო გარემოსთვის, ახლა შეიძლება ცოტა მეტი კრიტიკა მივიღო, ან მეტად შეცდომები გამომივიდეს, შეცდომები დაუშვა ამ იმპულსურობაში, ვიდრე ადრე იყო, ხო? ეს მე ხა ძალიან რბილად და დიპლომატიურად გიყვებით ზოგიერთის შეიძლება უფრო იყოს ეს საგრძნობი, მაგრამ ზოგადად მარტივ ტენდენციებში ამას ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ აი ვერძის ზოდიაქოსთვის ეს არის გაჩერების შეგრძნება, რომ მე სადღაც უფრო მეტი დაფიქრება მჭირდება რაღაცებზე, ვიდრე ადრე იყო ეს შესაძლებელი, ხო? ამას ვაქცევთ ყურადღებას. უფრო რთული პერიოდი არის, ვისაც მთვარე ყავს ვერტში, სადესაწის პერიოდი არის, სატურნი როცა მთვარეს გაუვლის, ჩვენი ფსიქიკა მოწყვლად იხდება გარკვეულწილად, უჭირს გარემოს აღქმა ემოციურად და თუ რამე ტრამვები იყო ფსიქოლოგიური ბავშვობაში ან არასწორი მოდელები ან გაახსრდაში დაირღვა რაღაც გამოკვეთილად, სადესაც ის პერიოდი, სატურნის პერიოდი მთვარესთან როცა გადის, ეს გაცილებით მძიმედ გვიჯდება ხოლმე, ხო? გქთხოვ სატურნი გაზრდას და ხშირად ამბობენ, რომ აი ეს უსაშილესი პერიოდი იყო. რაც უფრო მძიმე პერიოდი გვაქვს სადესაც ის დროს, მით უფრო არ ვართ გაზრდილები ფსიქოლოგიურად, მით უფრო არ ვიცით როგორ გადავრჩეთ რეალობაში, იმიტომ რომ სატურნის ფუნქცია ეს არის ჩვენ შევინარჩუნოთ როგორც ფიზიკური ცხოვრება, იმიტომ რომ ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ, ასევე ფსიქოლოგიური უნდა განვავითაროთ ისე რომ ფსიქოლოგიურად არ ვიყოთ მოწყვლადები. და ასევე უნდა განვავითაროთ ენერგეტიკული დონე, რომ მე თუ იქ რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ შინაგანად ფსიქოემოციურ დონეზე იქ არა ვარ. სატურნი მეუბნება რომ მთლიანად შემოდი მატერიაში, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ენერგეტიკულად. ეს არის ძალიან ღრმა შრეები და როგორც წესი ხოლმე აქ ცოტა გარკვეულწილად ვიკარგებით, აქ ბოლომდე ვერ ვხვდებით ხოლმე რა არის ეს ჩემი განხრა ახლა ასტროლოგიაში უფრო ეს არის, რომ აი ამ სამივე შრეზე ვიმუშაოთ, რომ სამივე შრით ვიყოთ ახლა და ამჟამად პრინციპით, ხო? და აი ეს განსაკუთრებით სხვათა შორის ეხლა 22 ივნის მაქვს ზუსტად ამ თემაზე, სატურნიანელებზე მაქვს ტრენინგი, ჯგუფური ტრენინგი, თავის პირადი რუკებით. მე ზუსტად ხედავ ხოლმე რუკაში, რუკას როცა უყურებ, უკვე ზუსტად ხედავ ხოლმე სად აქვს ადამიანს პრობლემები, სადესაც პერიოდში, ან სატურნის დაბრუნება აქვს. ან უბრალოდ სატურნიანელი არის, მაგალითად ძალიან ჩართული აქვს ადამიანს სატურნი
რუკაში და ეს განცდა აქვთ, რომ სულ სადესაწის პერიოდი აქვს, სულ სატურნის პერიოდი აქვს. ხა ესეთი განცდა აქვთ ხოლმე მე სატურნიანელებს, ამიტომ მათთვისაც ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რა 7 კაცი მაქსიმუმ ვიღებ ხოლმე ჯგუფურ ტრენინგებზე და მასე უფრო ხვდებიან, იცით, აი ერთმანეთის მოსმენით, ერთმანეთთან მუშაობით უფრო ხვდებით ჩვენ აი მთლიან სურათს ხედავთ უფრო სხვანაირად და ეს ჯგუფური მუშაობა გაცილებით უფრო ღრმა არის ვიდრე თქვათ მარტო ინდივიდუალური თერაპია ან ინდივიდუალური კონსულტაცია ხო იმასაც თავის ეფექტი აქვს მაგრამ ეს ჯგუფური უფრო გვახვედრებს ამ სატურნის ენერგიას ხო და განსაკუთრებით სატურნი ვისაც აქვს ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი არის ამაზე მუშაობა ეხლა არის შემდეგი ჯგუფი სატურნი ვერტში გადასვლაზე როდესაც აი ეს იმპულსურობა არის საკმაოდ პრობლემური, ეს არის სასწორები, იმიტომ რომ პირდაპირ ოპოზიციას უკეთებს სასწორებს, ხომ? ეს სატურნი და სასწორისთვის ეს ნიშნავს იცით რაც რომ სასწორი ახლა მზით სასწორის პირველი სახლი რო ავიღოთ მზის მათი ოპოზიციური სახლი ეს არის მეშვიდე სახლი და ეს არის პარტნიორები. ანუ ვერძის ენერგიისთვის თუ პრობლემა ჩემშია და მე ვხედავ და მე სადღაც გაჩერებული ვარ და დაფიქრება მიწევს, სასწორისთვის იქნება პარტნიორები, რომელიც შეჩერებულები არიან, რომელიცაც აქვთ თავისი რაღაც გაჩერების ენერგია, ხო? ანუ ისე მე თითქოს მინდა საზოგადოებასთან ურთიერთობა ან პარტნიორებთან ურთიერთობა და რაღაცეები ხდება ისეთი რომ ხელს მიშლის თითქოს რაღაც შეკავების ენერგია არის ხო ან ბოლო-ბოლო გაჩერება მოხდეს ჩემი რომ საზოგადოებასთან მაქვს მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ან პარტნიორთან მაქვს მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა და ემოციები იქ არ არის აქ არ არის კომფორტი აქ არ არის რაღაცნაირად ჰარმონიის ენერგია არის მხოლოდ იძულება ან ვალდებულებები, ხო? სასწორებისთვის ეს იქნება რაღაცნაირად სავალდებულო ურთიერთობები. იქნება ეს მეუღლე იქნებიან, ეს პარტნიორები ან საზოგადოება. მეშვიდე სახლი ეს არის ყველა, ვინც შემოდის ჩემ ცხოვრებაში, ხო? მათთვისაც ცოტა ეს 2 წელნახევარი იქნება ცოტა რთული პერიოდი. თუმცა მეორე კუთხით შეიძლება ეს იყოს ის პერიოდი, რომ მე უკვე ვიცი, ვისთან ვიურთიერთო, მე გავიცანი ეს ხალხი ანუ ნუ ახლა მარტივი ფორმულა არის სასწორი თუ ვართ მზით მეუღლე ყავს მეუღლეს კონდეს გარკვეულწილად გაჩერების ენერგია თუმცა თუ პირად რუკაში ისედაც მეშვიდე სახლში ხდება სატურნი მსგავსი ენერგია არის ანალოგიურად ხო რომ მე პარტნიორებთან ან ხალხთან რაღაცნაირად შეიძლება ძალიან ბევრ ხალხთან გავედი მაგრამ მხოლოდ საქმიანი კუთხით. ყველას ჩამოგვაცილებს, რაც არ არის საქმესთან, ანუ ისეთ თემასთან დაკავშირებული. ვერძებთანაც იგივე არის. მე თუ არა ვარ საქმიანი, მე თუ არ მუშაობ ჩემ თავზე, მე მეწყება პრობლემები. ან მე მაიძულებ სამყარო, რომ მე საქმიანი გავხდე, მე რაღაცნაირად დისციპლინირებული გავხდე. ყველაზე კარგი ზოგადად ყველა ნიშნისთვის არის ხოლმე, რომ აი ეს პერიოდი ვარჯიშისთვის არის ძალიან კარგი, სხვათაშორის როგორც კი დაიწყო სატურნმა ვერტში აქტიური გადასვლა, ეს უკრაინის ოპერაცია მაგალითად, ხო, და წარმატებული ოპერაცია, სამხედრო ოპერაცია გარკვეულწილად იმპულსი უკვე იგრძნობა სატურნი ვერძის ენერგეტიკის. ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ სატურნი ვერძში მოიტანს რაღაც ომებს, ან რაღაც აფეთქებებს, ან რაღაც კონფლიქტურ სიტუაციებს. თუ სატურნი სასწორში მისი ოპოზიციური მხარე და ძლიერი მდებარეობა სასწორის მოლაპარაკებაზე არის უფრო ორიენტირებული, რომ მოდი მოვილაპარაკოთ, მოდი რაღაცნაირად შევთანხმდეთ, ხო? მოთმინებით, ლოდინით, იმის აზრსაც გავიგებ, ანუ სამართლიანობა, გარკვეულწილად სასწორის ფუნქცია არის. ვერძი არ არის ეგეთი, ვინც ძლიერია, ის მართავს გავლენას, ადრეც თქვი ეს ვიდეოებში, რა ის მართავს, ახლა ტრამპის მოსვლაც თუნდაც, ხო? და მისი იმპულსი რო მე ძლიერი ვარ და მე ჩემს ყველაფერი შეიძლება. აი ეს იმპულსი არის ზუსტად სატურნი ვერძის იმპულსი. და აი სატურნი თევზების დასასრული რაღაც საღათა ძილიდან გამოსვლის ტენდენცია, ან უიმედობიდან გამოსვლის ტენდენცია, იმიტომ რომ სატურნი თევზ ზოგადად ეს ახასიათებს უიმედობა, რაღაცნაირად განცდა რომ არაფერს აზრი არ აქვს, უნდა გავყვედინებას და სადღაც გამომეყვანს ეს იმპულსი, ხო?
აი ეს გარდატეხვა მოახდინა უკვე სატურნის ვირჩი გადასვლამ, ხო? და აი ეს საერთოდ როცა სატურნი ნიშანს იცვლის, წინასწარ უკვე არის ხოლმე რამდენიმე თვით ადრე შესამზადებელი იმპულსები უკვე იგრძნობა ხოლმე. საერთოდ როცა ესე დიდი პლანეტები იცვლიან, თან ეს არ არის უბრალოდ სატურნის ნიშნის შეცვლა, ეს ვერძისში გადასვლა არის, ეს არის ახალი ენერგიის დატრიალება, ხო? და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე. და საკმაოდ ესეთი ნიშნულოვანი რა კუთხით იქ ნეპტუნიც არის ვერტში გადასული და ეხლა შეერთებაა და აი ის რომ საიდუმლო ოპერაცია ჩატარდა წარმატებით, საიდუმლოება ყოველთვის ჩვენთან თევზებთან და ნეპტუნთან არის დაკავშირებული და ეხლა სატურნი და ნეპტუნი ერთად არის. ხო, და გარკვეულწილად ეს თაობებიც არიან, რომელსაც ის შეერთება ჰქონდათ პირად რუკაში და ისინი უფრო გრძნობენ ამ ენერგიას, როგორ მუშაობს, ხო? გარკვეულწილად ეს ძალიან კარგად აჩვენებს ამ იმპულსებს სატურნი ვერძის იმპულსებს, ხო? ასევე მნიშვნელოვანი არის მეგობრებო, რომელ სახლში გაგვდის ჩვენ სატურნი პირად რუკაში და მნიშვნელოვანი არის ასევე მე ამ ზოდიაქოებზე ცალკე მე ჩაგიწერთ ყველა ნიშნისთვის სატურნი რომელ სახლში რას მოიტანს ნიშნების მიხედვით და ამავე დროს შეიძლება ვიგულისხმოთ ისიც ვინც ახლა პირად რუკის გაკეთება იცის სახლების სისტემა იცის და სხვა შორის პერიოდულად სულ ვაკეთებ ტრენინგებს ხოლმე სახლებზე უბრალოდ მთლიანად ისეთ სასწავლო ტრენინგი სახლების თემატიკაზე და მათ უკვე შეუძლიათ მე თავიდან ჩვეულებრივად მოირგონ ეს ნებისმიერი პლანეტარული ცვლილება ეგრევე წოდინებათ რომელ სახლში გადის მათთან და თვითონ რო იმუშაოს ადამიანმა უკვე თავის პირად რუკაზე და ჩემი დაახლოებით 600 ვიდეო მაქვს YouTube-ზე დადებული და ნახევარზე მეტი აქედან ასტროლოგიის სასწავლი ვიდეოებია მიუხედავად იმისა, რომ ახლა მე მაქვს ჩემი ასტროლოგიური სკოლაც, ახლა მაგალითად ივლისის ბოლოს იქნება ახალი კურსი, ძალიან საინტერესო ფსიქოლოგთან ერთად გავუძღვები ამ ასტროფსიქოლოგიის სასწავლო ტრენინგს, დაახლოებით თვენახევრიანი იქნება ეს ტრენინგი და ნუ ძალიან დიდი მასალა იდება ხოლმე თავის ჩაწერა ვიდეოების ჩაწერით, რომელიც შეუძლიათ მე ისევ მოისმინონ ხოლმე და მათი პირადი რუკებით ვასწავლი ასტროლოგიას. ამის მეუხედავად, ვისაც დამოუკიდებლად სურვილი აქვს სწავლის, უამრავი ვიდეო მაქვს ამაზე დადებული, საკმაოდ ესეთ ჩემი კვლევებიც რომ აქ აზიარებული. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ ჩვენ თვითონ ვცდილობთ ასტროლოგიის სწავლას, ხო, ამ ვიდეოების საშუალებით, ან თუნდაც ერთდღიანი, ორდღიანი ტრენინგის საშუალებით კიდევ უფრო ნელა დაუახლოვდებით თქვენ რომ გამოიყენოთ ეს ინფორმაცია. თვითონ პერსპექტიულად სატურნი ვერტში ზოგადად ყველა ნიშნისთვის ეს ცოტა რთული პერიოდი არის იმ ხრივ, რომ აი მოიმატებს უხეშობა, მოიმატებს იმპულსურობა მაგალითად. აი მოიმატებს იცით როგორი რაღაცეები, როდესაც აი მართლა რა ძლიერი იგებს, ძლიერი მართალია პრინციპი. როგორც პოლიტიკურ რაღაც ისეთ სფეროში, სოფლიო დონეზე, ასე ინდივიდუალურად იქნება ეს პიროვნებების დონეზე, კორპორაციების დონეზე, სამსახურების დონეზე, ოჯახის დონეზე ეს ტენდენციები იმატებს ხოლმე. ცოტა განცდა არის უსამართლობის და უსამართლობასთან ბრძოლის უფრო გამბედავი ან აგრესიული მეთოდების გამოყენებაც, რაც ახლა მაგალითად უკრაინის შემთხვევაში მოხდა, ხომ, როდესაც გამოიყენეს საკმაოდ ესეთი ენერგია და ეგრევე სადღაც უკვე ეს ფსიქოლოგიური ომიც იყო, ხო, მხოლოდ მატერიალურ დონეზე დანაკარგებზე არის ლაპარაკი. აქ გარკვეულწილად ფსიქოლოგიურადაც ხდება, რომ სადღაც ძალა და ძალის დემონსტრირება რაღაც იმედის ჩამსახავი იყო თუნდაც უკრაინელებისთვის, თუნდაც ევროპელებისთვის და ეს არის ზუსტად ახლა რატო გიხსნით ამ პოლიტიკურ ველზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანს ეს ტენდენცია სატურნი ვერძის ფსიქოტიპი, ხო? იმედის მომცემი არის ჩემი გაბედულება. ოღონდ ყველაზე საინტერესო რა არის სატურნი ვერძის ენერგეტიკა თვითონ. წელიწად ნახევარი იგეგმებოდაო ეს ოპერაცია. ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, ყველა დეტალი დამუშავებული ჰქონდათ. აი ესე აღწევს წარმატებას სატურნი ვერძები ზოგადად, ვისაც დაბრუნება აქვს ახლა სატურნის. ზოგადად ეს ტენდენცია სატურნი ვერძში გადასვლის სხვებისთვისაც ეს იქნება მატრიგებელი, რომ რაც უფრო
ადამიანი აი გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს, ოღონდ დროში გაწელიელად, არა იმპულსურად დააგეგმავს დეტალებში ყველაფერს, აი ის იქნება უფრო მოგებული, ხომ? და ზუსტად სატურნსაც ეს უნდა. ამიტომ ის მომენტი, რომ აი სატურნი ცუდ მდებარეობაში მაგდა პრობლემა, ცუდდებარეობაში, იმიტომ არის, რომ აი ცოტა გვიჭირს ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ ნებისყოფა უჭირს სატურნ ვერტს, მოთმინება არ აქვს იმდენი სიტყვაზე, რომელიც ორმაგი ძალისხმევის ჩადება უწევს, სანამ ამას გამოიმუშავებს, ხო? მაგალითად, პუტინს ყავს სატურნი სასწორში. შესაბამისად, აი ყოველთვის ის ძალიან შვიდად გეგმავს ყველაფერს, ძალიან ესე გეგმაზომიერად მიყვება, 20 წლის წინ რა გეგმაც ჰქონდა, დაგეგმა მთელი ამ 20 წლის განმავლობაში და ნენელა ამას მიაღწია, ხო? აი ესე მუშაობს კარგი სატურნი, ხო? აი ესეთი კომფორტული სატურნი. ამის ნებისყოფა სატურნ ვერც ნაკლებად შეიძლება ქონდეს, მას სწრაფად უნდა ყველაფერი, მე აქვს განცდა, რომ სწრაფად ეს არ მიიღწევა და შესაბამისად შეიძლება ქონდეს განცდა, რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს არ გამომდის, მე ფრუსტრაცია ქონდეს, მე საკუთარ თავში რწმენის დაკარგვა ქონდეს, რომ არა არ ღირს, არ ვარგივარ, არ გამომივა. აი ეს არის ზუსტად პრობლემა. და მანდ ეჯახება სტრუქტურა რაღაც იმპულს, ხო? და აი აქ არის მთავარი სამუშაო და ესეთ შემთხვევით არ არის სადღაც კარმულ ასტროლოგიაში თუ გადავალთ ამ ადამიანს არ ქონდა ნებისყოფა და ახლა ორმაგი ძალისხმევა უწევს რომ დახარჯოს რომ რაღაცები კარგად გამოუვიდეს, ხო? ამაზე არის აქ საუბარი. და ზოგადად როცა ზოდიაქოს ნიშნებზე ვლაპარაკობთ, ხო? ახლა როდესაც ბევრი პლანეტა ყავს ადამიანს ვერძის ზოდიაქოში, ეს ნიშნავს რომ სატურნი გაუვლის მთელ აი ამ მის პლანეტებს და გარკვეულწილად შექმნის იწულებას და კარგ ვარიანტში შეიძლება იყოს რომ პირიქით წარმატება მიეცეს, მაგალითად იუპიტერი თუ არის ვერძის ზოდიაქოში. მიუხედავად იმისა, რომ სატურნი ვერტში არ არის კარგი მდებარეობა, ხა იუპიტერი რომ სატურნში, იუპიტერი რომ სასწორში იყოს, სატურნის სასწორში გაცილებით დიდი ენერგია არის, ვიდრე მაგალითად იუპიტერი ვერტში და იქვე რომ სატურნი არის. თუმცა, მაინც როცა გვაქვს სატურნის გავლა იუპიტერთან, სადაც ჩვენ გამარჯვების წარმატების სოციალური პლანეტის მანიშნებელი ყავს, ზოგჯერ ეს წლები არის ძალიან განსაკუთრებით წარმატებული, განსაკუთრებით პროფესიულად წარმატებული, ხო? არის ამისი მაღალი შანსები და სხვა შორის ჩვენ პრეზიდენტ სატურნი ყავს, იუპიტერი ყავს ვერტში და ბოლო გრადუსებზე ყავს მზე და ეხლა ცოტა რთული პერიოდია, იმიტომ რომ სატურნი მის მზეს გადის და ეს ცოტა დაბლოკვა არის გარკვეულწილად, ეს არის შენელებული იმპულსები, ვიდრე საჭირო არის და ვისაც თევზების ბოლო გრადუსზე ყავს ან ვერძის პირველ გრადუსზე მზე განსაკუთრებით მათთვის შეიძლება ცოტა რთული პერიოდი იყოს ეხლა შემაფერხებელი. და აქ ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა გვიან ჩაირთოს, ხო, მისი იუპიტერული ენერგია, თუმცა ვისაც ვერტში ყავს იუპიტერი, აქვთ მაღალი შანსი, რომ საკმაოდ წარმატებული წელი ქონდეთ კარიერული თვალსაზრისით, ხო, მიზნების თვალსაზრისით, იმიტომ რომ სატურნი ზოგადად იმ სტრუქტურას ქმნის, რაც იუპიტერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ შეუძლიათ დაიჭირონ ის წარმატება, რაც იუპიტერის ენერგიიდან არის მოცემული, ხო? და ესე ძალიან ესეთი კარგი კომბინაცია არის ამ შემთხვევაში. შემდეგი არის მნიშვნელოვანი, რომ ნეგატიურ კვადრატურას აკეთებს კიჩხიბებისთვის და ნეგატიურ კვადრატურას აკეთებს ამავე დროს თხის-რქებისთვის და აი ეს ნიშნები, ანუ ჯვარედინზე გვაქვს ახლა ლაპარაკი, მე სხვა ვიდეოში უკვე დეტალურად ავხსნე ყველა ზოდიაქოსთვის, მაგრამ თავარი ვინც არიან, ხო, ამ ჯვარედინში პრობლემურები, ესე რომ ვთქვათ, კიჩხიბებს გაუკეთებს კვადრატურას და თხის-რქებს და კვადრატურას როცა აკეთებს სატურნი, ხო? და ვისაც აქვს მაგალითად პლუსადესატი, სადისაწის პერიოდი, სატურნის პერიოდი პლუს მზით არის მაგალითად აქ კიჩხიბი ან თხის-რქა, ხო? მათთვის აი ეს იწულებები გაიზრდება და იწულებები რას გულისხმობ, იცით, რომ აი ეხლა ჩემთვის მაგალითად როგორც ძლიერი სატურნის მქონესთვის პირად რუკაში, აი როგორც კი გამიჩნდება ხოლმე რაღაცა, რომ აი ეს გასაკეთებელი მაქვს, ხო? იქ რაღაცნაირად იმპულსი მოდის და აი ჩაუჯდები ხოლმე და კარგად შემიძლია რაღაცა ვისწავლო, რაღაც ახალი დავგეგმო და ეს თითქოს ჩემი ენერგეტიკულად ჩემთვის არ ქმნის დიდ პრობლემებს, ხო? თუმცა თუ
აკეთებს ოპოზიციას, თუ აკეთებს კვადრატურას და ხო, სატურნი უკვე ძალიან ჩაერთო პირად რუკას, შეიძლება ეს იყოს, რომ აი მე მიწევს რაღაცების გაკეთება და ხალისი აღარ მოდის, ხო? აი სადღა არის გართობა, სადღა არის დასვენება, სადღა არის სიამოვნების მიღება, ხო? და ამ პერიოდში როცა სატურნი ესე ჯვარედინებზეც გვარტყამს, აი ამ ზოდიაქოებს განსაკუთრებით, მან უნდა ვიფიქროთ, რომ აი ამ გეგმებში და ამ მიზნებში სადღაც არ დავკარგოთ დასვენებაც, იმიტომ რომ აი სატურნის სიმძიმეს მაქედან ქმნის, რომ მხოლოდ ვალდებულებები და პოზიტივი არ ჩანს. და აი ამ პოზიტივის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი არის და სატურნი გვეუბნება, რომ აი ცნობიერად, მუშაობით საკუთარ თავზე შევქმნათ აი ეს პოზიტივი, ანუ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. მე თუ მაქვს ახლა ძალიან ბევრი სამუშაო, სადღაც აუცილებლად უნდა გავაკეთო ისე, რომ მე თან დავისვენო, ან რაღაცა პოზიტივი შევიქნა, გავაკეთე ის, რაც მიყვარს, ხო, გარკვეულწილად. მაგალითად, ახლა ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც სატურნი ვერტში არის გადასული, ხო? იმიტომ რომ ეს სატურნის ფუნქციაც ესეც არის, რომ სადღაც შენ აიღებ პასუხისგებლობა შენ ფიზიკურ აქტიურობაზე, ხო? ეს ვერძული თემა არის, მოძრაობაზე, იმოძრავე, ხო, სადღაც და ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაცია არის ახალი საქმის დასაწყებად, ამავე დროს ახალი მოძრაობისთვის, აქტიურობისთვის, აი ამით შეიძლება გადალახვა გარკვეულწილად ძალიან ბევრი პრობლემი. სატურნი ზოგადად ხა ბევრი ვიდეო მაქვს სატურნზე ჩაწერილი ადრეც და მაინც გავიმეორებ, რომ ეს არის ენერგია, რომელიც გვეუბნება, რომ რეალობასთან კონტაქტი უნდა გქონდეს. მაგალითად, თუ ასაკში ვარ და მე არ მოძრაობ, ეს მე ჯანმრთელობის პრობლემებად გადამივა, ხო? და ესე იგი მე ვერ რეალობასთან კონტაქტი არ მაქვს, რომ უკვე აღარ არის ის ასაკი. და მე ვცხოვრობ შეიძლება 15 წლის ბიჭივით ან 15 წლის გოგოსავით და ამ დროს ვარ 45-ის, 50-ის, ხო? და აქ უკვე დროსთან არ მაქვს კონტაქტი, რეალობასთან არ მაქვს კონტაქტი და ხელთან არ მაქვს კონტაქტი, ხო? ან თუ ვარ 35 წლის კაცი ან ქალი და არ მუშაობ, არასოდეს არ მიმუშავია, ან ოჯახი არ ამყავს სიტყვაზე, ხო, პირობითად. მაგალითად, პატარა გოგოსავით ან პატარა ბიჭივით ცხოვრობ, ეს უკვე სატურნის შემთხვევაში დარღვევა არის სერიოზული, სატურნული ენერგიის დარღვევა. ხა განსაკუთრებით ესე შავი მთვარე არის ხოლმე შეერთებაში სატურნთან, აქ სერიოზული პრობლემები არის, კარმულ დონეზე აქ უკვე სატურნის ენერგიასთან, ხო? ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ აი ზუსტად ეგ არის, რომ მატერიასთან კონტაქტის მთავარი მანიშნებელი სატურნული ენერგია არის და რამდენად გვაქვს მატერიასთან და რეალობასთან კონტაქტი. აი ეს სატურნი ამას ძალიან კარგად შეამოწმებს. ეხლა და უნდა ვიყოთ სატურნი ვერძის თამაშში ჩართული და მის მოთხოვნებში და მხოლოდ აქედან გადავაგორებთ კარგად, პოზიტიურად ამ პერიოდს და ეს მინდოდა მეთქვა. გარკვეულწილად შემდგომ ეს ვრცელი ვიდეო იქნება მე და ცალკე გავაკეთებ ვიდეოს უკვე ზოდიაქოებისთვის, თუმცა ესე ბოლომდე რატო არ ვჩქარობ, იმიტომ რომ შემდგომ ისევ რეტროგრადული გახდება სატურნი, გადმოვა და გარკვეულწილად ეს ბოლომდე არ იქნება ამუშავებული, რაც ეხლა უნდა შემდეგ ვიდეოში გითხრათ, ამიტომ საჩქარო მაინც არ არის, თუმცა ეს იმპულსები უკვე იგრძნობა და მნიშვნელოვანი არის აი ამ სამყაროს ახალ ენერგიებთან გარკვეულწილად ინფორმაციული კავშირი გქონდეს, რომ მე ვიმუშაოთ ჩვენ თავზე, ხო? ეს მინდოდა მეთქვა, მეგობრებო, ეცადეთ რა თუ გეკნებათ ინტერესი ჩემი ვიდეოების, მოიწონოთ, გააზიაროთ, იმიტომ რომ ნენელა ჩავთავთ უფრო სხვა ადამიანებსაც YouTube-ზე. და მნიშვნელოვანი არის, რომ მაღალი ხარისხის მაქვს ამბიცია მისი, რომ ჩემი ინფორმაციები საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური და მაღალი დონის ინფორმაციები არის და მაქვს ამისი ამბიცია, რომ საქართველოში გავრცელდეს ესეთი მაღალი ხარისხის ინფორმაცია, ეს გარკვეულწილად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში. რომ არ ვართ ბევრნი, მაგალითად, ვინც ხარისხიანი ინფორმაციულ კვლევებში არის ჩართული და კარგი იქნება თუ ხელს შეუწყობთ ამ არხსაც განვითარებაში, ხო? და წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო და დროებით.